სიღრმული წყლის მიმღები ნაგებობა. წყალი ამ ორ უზარმაზარ მილში შედის. აქედან იწყება 15 კილომეტრიანი სადერივაციო გვირაბი. ჩვენ ახლა მთის ქვეშ 100 მეტრზე ვართ ჩასული, სადაც გვირაბის სამართავი სისტემაა მოწყობილი. აქედან ხდება წყლის ნაკადის კონტროლი, ასევე მისი დაკეტვა და გახსნა. რემონტის საჭიროების შემთხვევაში სპეციალურად მოწყობილი კარიდან შესაძლებელია აქ შესვლა და სამუშაოების წარმოება. ზოგადად ენგურჰეს 300-ზე მეტი გვირაბი აქვს და აქ ადამიანის დაკარგვის ალბათობა მაღალია. ეს ორი უზარმაზარი მილი ერთ გვირაბად ერთიანდება, რომლის დიამეტრი 9 მეტრია, ხოლო სიგრძე 15 კილომეტრი. წყლის ნაკადი 6 მეტრი წამში სიჩქარით მიემართება აფხაზეთისაკენ. გაივლის ორ აკვედუქს. ბოლოს მოხვდება გამანაწილებელში, სადაც 5 მილია მოთავსებული. ეს მილები 45 გრადუსითაა დახრილი. შესაბამისად, წყალი კიდევ უფრო აკრებს სიჩქარეს და მიაღწევს 30 მეტრს წამში. გაირბენს 700 მეტრს და წუთში 250 ბრუნით დაატრიალებს 1300 ტონიანი აგრეგატის ტურბინას.